ახლა ჩვენ უნდა ვითამაშოთ განძის ძიება. განძი არის დამალული უკვე საგულდაგულო ადგილას. 4 მინიშნება მაქვს და თვითონ მინიშნების საპოვნელად უნდა დაგისვათ შეკითხვები. შეკითხვებს უნდა უპასუხოთ. ეს კითხვები არის როგორც უფროსი კლასელების კითხვათა კლუბი და კლუბში წაკითხული წიგნების მიხედვით აკინძული, ასევე უმცროსი ასაკის ბავშვებთან წაკითხული წიგნებიც არის, რომელიც წიგნი იწყება და მთავრდება ერთი და იმავე სიტყვით. ეს აღმოაჩინე სხვათა შორის ნიკამ შენ გონი. აბა შენ აღმოაჩინე. ჩემი მეგობარი ლარსი, კი, სწორია. კარგი, რას ნიშნავს ბავშვებო პედიკულოზი 3 წითელი თევზი, აი აქედან? ტილებს. ტილებს ხო დატილიანება, სწორია. რომელი საკრავის საშუალებით მოიშორა ნილს ჰოლგერსონმა გლიმინგენის სასახლის ვირთხები? რომელი საკრავი დაუკრა და უკან რო გაიყოლა? სალამური, კი. შემდეგი, რა ქვია საიდუმლო ბაღის მთავარ პერსონაჟს? მერი ლენოქსი, მართალია. ახლა მინიშნება, წიგნი უნდა გამოიცნოთ. ფარდაგისგან შეკერილი ჩანთა, ქოლგაკ, სუტუნი, ზენაქარი. მერი პოპინსია. კარგი, რა ქვია თრილეს მეგობარ გოგოს? ვაფლის გულებიდან. მართალი ხარ, პეტრე. და პროფესორმა არონაქსმა კაპიტან ნემოს ბიბლიოთეკაში ნახა. ძალიან მაინტერესებს ამ შეკითხვას თუ გასცემს პასუხს. ჰუმბოლდტის კოსმოსი. რომელი ქართველი მწერალი კითხულობდა ამ წიგნს? არა, მწერალი. მე თქვენ გითხარით, რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერლის წიგნი იყო ეს, ჰუმბოლდტის კოსმოსი. არ გახსოვთ? არა. კარგი, მოდი დაჩის გამოვაცნობინოთ. დაჩი, მოდი ჩემთან. სხვა არ თქვათ, ხო? დაჩი. ვინ დაწერა დედაენა? იაკობ გოგებაშვილმა. აი, დაჩი გამოიცნო. დაგვეხმარა დაჩი. კარგი. შემდეგ მაგარი ბიჭი ხარ, დაჩი. რა დაუტოვა თუ გახსოვთ ჯეინს მერი პოპინსმა? მე არ მახსოვდა. დილას წერილი დაუტოვა. ოჩაღ პეტრე, ოჩაღ. კიდევ რა ხო? აღრევოღე ის რაღაცა ეწერა. აბა მოდი წაიკითხე, შენ უკვე მე-13 კითხვის პასუხიც იპოვე. ოღე? აღრევოღ. ოღევუარ. სვინიცის ფრანგული სწორად ვამბობ? აღრევოღ. სწორად ვამბობ, ხო? კარგი. ეს დაუწერა. მართალი ხარ, პეტრე. აღარ უნდა დაგისვა ეს შეკითხვა. შემდეგი, რა მისცა კაპიტანმა ნემომ ნათელ თევზასგან დაჭრილ ინდოელს? მარგალიტები. მართალი ხარ, ანდრია. მარგალიტები. კარგი. რა უნდა იყოს ახლად გადაბრუნებული მიწის სუნზედ უკეთესი? ვინ საუბრობს ასე და რომელი დიალექტია? კი, სწორია. აი, შობელი იორკშირული დიალექტი და აბა პერსონაჟი ვინ არის იქ თავარი ერთ-ერთი მე რო გეძახდით ბიჭებო თქვენ ხართ მეთქი? დიკონი, კი. კარგი. და ბოლო შეკითხვა ასეთია, რომელმა ჩიტმა აპოვნინა გასაღები მერი ლენოქს? გულწითელა. ბავშვებო, ახლა თქვენ გამოიცანით უკვე პირველი მინიშნება. აი ეს მორი არის შემოსასვლელში, სადღაცას. იქით უნდა წახვიდეთ, დაინახავთ. ნახეთ, ერთ წუთით შემოიხედეთ. ხედავთ იქ მოზაიკის კედელი როა, მინიშნება არის ეგ ტერიტორია. და ამ მორის ირგვლივ სადღაცას იქნება ის შეკითხვები. წავედით, დავიქცეთ. ფურცელი ასეთი. ის წინადადება ახლა გამახსენდა. უღელოა.
დაუწახეთ აბა. აქეთ. აჰა, ესე კი ვიპოვეთ. ოღონდ. მას მე ამის ქორწილში შევა. ქორწილია? რა მაგარია. კარგი, აქ აღარ დამჭირდება სათვალ. სათხართ ყველა ხართ? გათამამდით არ დაიბნეთ. თუნდაც შეცდომით პასუხი რო და თქვათ არაფერი არ იქნება, შეგიძლიათ თქვათ. იწყეთ. რა ქვია პოსტალიონს წიგნში წერილი ოქროსფერი მარკით? მო, სწორია. გაუგზავნა საჩუქრად მერის დიკონის დედამ. ლახტი, სწორია. გამა უნდა გაეკეთებინა ვაგუს იმისთვის, რომ ადამიანად ქცეულიყო. ამოცანა უნდა მოეხსნა. ამოცანა უნდა ამოეხსნა ნამდვილად. კარგი. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც მეგობრებს თავის დაბადების დღეზე საჩუქრებს ჩუქნიდა. დაგვეხმარე სოფი. პეპი, არ გახსოვთ? კარგი. არა კონსეი, სირინოზი როდია. ქალთევზას რომ უწოდებენ, ეგ არის მეტად საგულისხმო ცხოველი და მეწამულ ზღვაში ბევრია. რომელი თევზი ეგონა კონსეის ქალთევზა? არა. დიასაზე იწყება და არა. დიუგონი. აჰა, სწორია. რომელმა პერსონაჟმა დაწერა ზღვის უბსკრულების საიდუმლოებანი, ანდრია? შენ გეკითხები პირველ. რა ერქვა? არონაქსმა. მამამად. შეცდომათ რომ არასწორი პასუხით რომ იყოს, ერთი წამით არ შეიკავოთ თავი. რაც მოგაფიქრდებათ რომ ფიქრობ რომ ასია, შეგიძლიათ გააჟღეროთ. რომელმა პერსონაჟმა წაიყვანა ბავშვები დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ. ძლივს გავიხსენი ახლა ნეტა რომ გეტყვით მე რომ გითხრათ უკვე მინიშნე. არა, ვინ? ხო, მერი პოპინსმა, მართალი ხარ. კარგი. წიგნი უნდა გამოიცნოთ ორი სიტყვის მიხედვით. იორკშირის ტრამალი. საიდუმლო-ბაღი. ახლა კიდე უნდა გამოიცნოთ ლექსის მიხედვით. ეს ლექსი ჩართული არის წიგნში. მას მაგამდე. იშველი არა, ბევრი წიგნშია ჩართული, ნიკა. ციმციმ გველისკანს ჩავიცვამ, ღრიან კალის ცრემს წავისვამ, შემოვაღებ შავკარსა, შემოვუშვებ ავქარსა, მე ვარ შენი ბატონი, შენ ხარ ჩემი მსახური, მოდი და მე მსახურე, მოვალ გებატონები. ხო, რა ქვია მაგ წიგნს? ზღაპარში? მოხვედრილი ბიჭის ამბავი. ბავშვებო, თქვენ გამოიცანით, ახლა უკვე მეორე მინიშნება უნდა იპოვოთ და გეტყვით, ახლა მგონია რომ ადვილად მიაგნებთ. მე დავინახეთ ან უკვე რომ იქ არის და აბა რა არის ეს აქ? არა? ამას კი. მიხვდით ხო რომ იქ არის. აბა წადი და მოვბივარ მეც. წამოდაჩი გავიქცეთ, ჩქარა. წამ. ორი დარჩა, ერთი და კიდე ერთი. ვისაც სათვალე გავიკეთო, ხო ვერ გხედავთ. კარგად, ისაც ჩავიგდე. ეს ვანდობ, ვის გულისხმობს დამბლდორი პროფესორ მაკგონაგელთან საუბრისას? მართალი ხარ. გამოიცანი წიგნი დასაწყისის მიხედვით. შვედეთის ერთ პატარა ქალაქის გარეუბანში, ერთ ძველის მოულელ ბაღში ძველი სახლი იდგა. პეპია კი. რა ერქვა ცისფერი ირმის ნუკრს? მატა, მართალია. რომელი ქვეყნიდან იყო მებარჯე ნედ ლენდი? კანადიდან. რა აჩუქა ჰაგრიდმა ჰარი საშობაო საჩუქრად? თავისი ხელით გამოჩორკნილი? რა? ჯოხი? ფლეიტა. სოფო, ნახეთ რა მაგარი მკითხველი ხარ. შემდეგ, აბა, ეცანი წიგნი. ფეხსაცმლის ყუთი, სარეცხი მანქანის ყუთი, ჩაფხუტი. დია. ვინ ასწავლა ვაგუს კითხვა? მატა.
სად გაიმართა მერი პოპინსის დაბადების დღის წვეულება, ბავშვებო? ზოოპარკში. მართალია. დაასრულეთ ციტატა. აბა ყურადღებით ახლა. ერთადერთი რაც ვოლდემორს არაფრით შეუძლია გაიგოს ეს და რაღაც სიტყვა, რომელიც გვიცავს. რა სიტყვა არის გამოტოვებული? სიყვარული. ყოჩა ღანდრია. გახსოვდა თუ ლოგიკით? კარგი. და ამაზე ბავშვებო დილას ხოლმე მზადებოდი და ნერსე და გაბრიელი ერთად ისხდნენ. და მე მეკეთა ყურსასმენები და თან როცა კი ამ ეპიზოდს ვკითხულობ, სულ მეტირება. და წამომივიდა ცრემლები, უკვე მე ღვარად მომდის ცრემლები და გაბრიელი თუმე მეძახის დედა რა გჭირს და ბოლოს მოვიდა და რატომ ვტირი შეეშინა, ხო იცით მაინც როგორ ღელავენ ხოლმე რა და აი ახლა წაგიკითხავთ რა მატირებს ხოლმე ბავშვებო. მართლა ყოველ როცა არ უნდა წავიკითხო, სულ მეტირება. შენ ხო ალერგია გაქვს? ორთირი ალერგია მაქვს. საყვარლები ხარ. სიმამაცე ბევრნაირია, თქვა ღიმილით. რა თქმა უნდა, დიდი ვაჟკაცობაა წინ აღუდგე მტერს, მაგრამ არანაკლები ვაჟკაცობაა შეეწინააღმდეგოს საკუთარ მეგობრებს. ასე დაამკვირად 10 ქულა მისტერ ვის და დაასრულეთ. გახსოვთ? ნევილს კი. რას ნიშნავს სიტყვა ეხი? ბავშვებო, აბა ჩვენ ხო ვილაპარაკეთ ეხი. ეხი. აი გოდერძი ჩოხელი წითელ მგელშიც არის მეთქი ეს სიტყვა. ეხი. აი წყალქვეშ რო ჩაიყვანს იქ. აჰა. სად არის ფართო შესასვლელი რისი? გამოქვაბულის წინ შესასვლელს, ხო? ეხი. კარგი. ახლა შემდეგი ოღებუა უკვე თქვით, რასაც ვერ ხედავ, ის უნდა იგრძნო. ციტატის მიხედვით გამოიცანით თქვენ წიგნი. მას კიდე თქვით. რასაც ვერ ხედავ, ის უნდა იგრძნო. წარმოსახვითი მეგობარი ეუბნება გოგოებო, აბა ვის ეუბნება? წაიკითხეთ? სიყვარულით ელი. აბა მოვიდა ხო მეოთხე მინიშნებისა და განს დრო და განს ვუახლოვდებით ნელ-ნელა. ეს ან ახლა მივალთ ამას იპოვით და კიდე განძის მოსაპოვებელი კითხვები დარჩება და წავალთ და მოვძებნით განძს. ეს არის ძალიან საყვარელი ამბავი, იმიტომ რომ აქ აღმომაჩინა ჩემმა მეგობარმა როცა ფუსფუსებდი ჩუმად. დებდი აი ამ ფურცებს. რა გინდაო აქ მოკლედ. აი სად გითხარით, სად იყიდება, სად გავყიდეთ მეთქი მაფინები, გახსოვთ? ოღონდ ერთი არ წახვიდეთ. იქვე არის კიდევ რაღაც ესეთი კიბეები. და აი ამ ტერიტორიაზე უნდა მოძებნოთ ამ ყიბეებთან ახლოს. წადით ახლა და ნახეთ, აბა. კი. ან შესასვლელი. დაკეტილი კარგი. აქ არის ბავშვებო. კარგი. მეოთხე და მე ვამთავრებ ბავშვებო, აქ მეოთხე მინიშნება. კარგი. ახლა უკვე რომელ საკრავზე უკრავდა ოლილე? რა ფერის ჩოხა ეცვა ოლილეს? წითელი. რომელი ფრინველია მწიგნობართ უხუცესი? წერო. რომელ საკრავზე უკრავდა ოლილე? სანამური. არა. გუდასტვით. კარგი. ადამიანებო, რა დაგიშავეთ, რომელი პერსონაჟი აატირა ტყის ბინადრების ამ სიტყვებმა? ჟოჟო. აბა, ოლილე, აბა რა. კარგი, რა არის ქუმელი, გახსოვთ? კი, საჭმელი იყო რაღაცა, სვანური იყო, ხო? თუშური, ხო? დაფქვი, მოხალულ ფქვილს. კი, მოხალული ფქვილი არის ქუმელი, ხო? ვინ გაიცნო ეს ბოდიში? ახლა ნილე, შენ გეკითხები და მე თუ არ და დაგეხმარებით. რა იცავდა მეშვიდე მუხას? მე ვიცი. შავჯაგრიანი გველი. მართალი ხარ. კარგი. რა არის აბგა? ჩანთა რაღაცა მოსაკიდებელი. კარგი, მაშინ ახლა ბარბარა შევეკითხები. სად იყო დამარხული წარწერიანი ქვა? ხის. კი, სწორია, თამამად, ხის ქვეშ. რას ნიშნავს სიტყვა კარიბჭე, პეტრე? ენათმეცნიერო. ჭიშკარივით არის რაღაცა. ნამდვილად. ვის უძღვნის სიყვარულით ელის ავტორი წიგნს? იმას აქვია ოთახში დამხდა წარმოსახვით მეგობარს უძღვნის. კარგი, რა არის ბურჯი? გახსოვთ? ის რა ქვია? რა დაახლა? ეს იყო რა ქვია, ხიდებს რო იჭერდა ყოჩა. ქვითკირის მაღალი მრგვალი ნაგებობა, რომელზეც თქვათ რაღაც შენობას დგამენ, ხო? გალავანი რა არის ბავშვებო? გალავანი. კი. ღობე, ხო? ქვის ღობე. კარგი.
კარი ბიჭე ბავშვებო, რა არის? ჭიშკარი კითხეთ უკვე. კითხეთ? წკირი თუ გახსოვთ რა არის? და ქალაქის სახელი ტანტრაბეთში იყო ზუსტად ეს. რაღაცა ის ყურში, რაღაცა ყურის გამოსაწმენდი რაღაცა იყო კბილის. კბილის გამოსაწმენდი ჭხირი, ხო? წკირი, წვრილი ჭკირი, ისა ჭხირი. კარგი, გუშაგი რას ნიშნავს აბა? გუშაგი. ძველი, სწორია. და ახლა უფროსებს რამდენიმე კითხვას დავუსვამ და წავედით განძის საძიებლად. რამდენი წიგნი იყო კაპიტანი ნემოს ბიბლიოთეკაში? 20,000. კარგი, რისი კოლექცია ჰქონდა კაპიტან ნემოს? ნიჟარების, მცენარეების, წიგნების. ბოლო კაპიტანი ნემოს ირგვლივ, იმიტომ ტრიალებ რომ ბოლოს წაკითხული წიგნია და ამიტომ კარგად გემახსოვრებათ. წყალი უფრო უკეთესი გამტარია ხმაურის თუ ჰაერი? მართალია. და ეს ჩვენ ვისწავლეთ ამ წიგნიდან, ხო? მეგობრებო, როგორ მოიგერიეს პაპუასები ნაუტილუსის ეკიპაჟის წევრებმა? ელექტროკიბით, ნამდვილად. მცენარეა და ცხოველი მარჯანი. ცხოველია. და კარგი, მოდი ერთსაც დაგისვამთ. მას ხომ უდიდესი და საშინელი განსაცდელიც კი იტაცებს. ვფიქრობდი ჩემთვის, რომელ პერსონაჟს გულისხმობს არონაკსი? ნამდვილად. კარგი. გონი ბავშვებო, კარგი, ჩვენ დავასრულეთ. გამარჯობა. და ახლა უნდა გაჩვენოთ სად არის განძი. აბა, ნახეთ. სად მაქვს? ახლა ყურადღებით მომისმინეთ. ეს არის პავილ შიდა სივრცე, სადაც წიგნები იყიდება. თქვენ უნდა მოძებნოთ გამომცემლობა, ინტელექტი, ოღონდ ერთად უნდა იყოთ. კარგი, თუ დაიკარგებით, გამიჭირდება იქ. არ დაშორდეთ ერთმანეთს. გამომცემლობა ინტელექტში უნდა მოძებნოთ თქვენი მასწავლებლის წიგნი, მოსიარულე გაკვეთილები. ვისაც გინდათ კითხეთ იქ და იქვე არის უკვე განძი, მეც წამოვალ და გაჩვენებთ. ცელოფნებში დევს. დავეთით. ვე, მაქვს დამალული ზიად. იპოვეთ? განძი მაქვს, კითხოთა კლუბი ყავს მოყვანილი და ყოჩაღ. აბა, აიღეთ, ეგეც თქვენია. ისიც თქვენია, გამოიღეთ იქ რო არის. და წამოდი გარეთ ვნახოთ, კარგი? ხო, აი ეს არის. წამო წიგნის გავლენით, ეს შენ, ანდრია, როდის არის დაწერილი თარიღი მითხარი? სესილი. ეს არის დაწერილი 4 თებერვალს. ხო, თებერვალს. მარტში არის. ნიკა, ეს შენ, სულ სამი წერილი მაქვს თქვენ ვინც მოდიოდით დღეს და დანარჩენებსაც აუცილებლად მოგწერთ. ხოლმე კლუბის პატარა წევრებს ვუყიდე მარიამ ჯამდელიანის ესეთი რვეული, მოსწავლის საკითხები წიგნების რვეული და როცა წაიკითხავთ აქ დაწერთ თქვენს გამოხმაურებებს, ძალიან საინტერესო აქტივობებია და გახალისდებით. აბა გამომართვით, იმედი მაქვს სწორად გავთვალე. თუ არა და გამოვასწორებ. ხო, პატარები მგონი მორჩი, ხო? ახლა წერილი, ვაიმე რა მაგარია. ახ დაჩი, ეს წიგნი ძალიან მიყვარს. და მე ვიფიქრე, რომ პირველი ნაწილი გექნებოდათ, ხო? ეს გააქვთ სოფო? ეს მეორე ნაწილი. ხო. აი მოვა და ისე. და მოვა ისე. არა, ჩემს მოსწავლეებს ჩუქნით. აუ მეტი არ მაქვს, არა სიხარულით გაჩუქებდი. არა, პირიქით. ბოდიში რა. მეგობრებო, ეს არ ნინუკას წერილი არ დამავიწყდეს და არ დავკარგო. აი მას მოდი. კარგი. დაჩი მოდი. ეს წიგნი შენ. ძალიან მიყვარს ეს წიგნი და მედი მაქვს მოგეწონება. პირველი ნაწილი შეიძლება გააქვს. ბავშვებო, თქვენთვის არის ეს განძი, მართლაც განძის აი ამ სამყაროს ირგვლივ რაც შეიძლება არსებობდეს. ყველაზე საყვარელი მწერლის წიგნი შეგიძინეთ, მინდა რომ ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრის წყალქვეშ ხო წაგაკითხეთ და შეგაყვარეთ. ახლა მინდა რომ კიდევ ერთი და საოცარი კლასიკური ტექსტი, რომელიც ძალიან მიყვარს, წავიკითხოთ თქვენთან ერთად და ვინც ხართ დღეს გადმოგცემთ ამ წიგნებს. ჰობიტი, ტოლკინის ჰობიტი. ბაბო.
და იმედი მაქვს საოცარი ნიკა სამუშიას თარგმანია, ციცო ხოცუაშვილის ლექსებით და ზუსტად ვიცი როგორი დაუვიწყარი ჯადოსნური თავგადასავალი გველოდება. შენ ასე? ხო. ბავშვებო, დები კი ხართ, მაგრამ მე მინდა რომ ერთი წიგნის ნაცვლად თქვენ თვითონ გქონდეთ დამოუკიდებლა და მინაწერები გააკეთოთ, რადგან მარკირებული კითხვით წავიკითხო და კიდევ დამრჩა ნიკა. აქ, ხო, კი ვერ აქედან საერთოდ ვერ ვხედავ, სათვალითაც კი. მოიცადე აქეთ დავდგები. ასე. ხარ გამომრჩა ვინმე? ბოდიში თქვენ. სხვადასხვა გავითვალისწინებ ბაჭკო. კარგით. ეს ფილმი ჰობიტი კი,